გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ჩვენ გვაქვს სწორი კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა. ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას აპირებს თუ არა შეცვალოს კურსი, ანუ გააუქმოს სადავო კანონები, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისედაც მხოლოდ ქაღალდზე დაგვრჩა სამწუხაროდ, ანუ წინ ვერ მივდივართ და რისკია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებსაც შეგვიჩერდეს. შეგახსენებთ 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში შევიდა. დღესაც ირაკლი კობახიძე იმეორებდა, რომ ოცნების ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია და რომ თურმე პრობლემები ევროკავშირს აქვს და არა საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ გვაქვს ორი კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, რომელიც საით მიაქანებს, ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ მათ შორის ეკონომიკაზე, სოფლიო ეკონომიკაში 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს. ახლა არის ჩამოსული 17.5%-მდე, 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი. კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას იმისათვის, რომ თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულად ხელოვნურად ევროკავშირს. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა. ირაკლი კობახიძე პრობლემას ვერც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაში ხედავს, რომელიც 6 მარტს შევიდა ძალაში. მე მახსოვს სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთ და იგივე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. აი სააკაშვილის სტანდარტია, ნაცმოძრაობის სტანდარტი უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია. საერთოდ აღარ არის ესეც საინტერესო, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს. სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, არის ძალიან ტრაგიკული ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი. სინამდვილეში ვის აქვს პრობლემები დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიას თუ ოცნების ხელისუფლებას, რომლის მიერ ბოლო 2 წელიწადში გადადგმული ნაბიჯების გამო როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა მკვეთრად გაგვიუარესდა. რამდენად დამაჯერებელია ოცნების საგარეო პრიორიტეტები, რა გავლენას მოახდენს 6 მარტიდან ამოქმედებული სავიზო შეზღუდვები ქვეყნის რეპუტაციაზე და რამდენად რეალურია რიგითი მოქალაქეებისთვისაც უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშოლიძე შემოგვიერთდება რამდენიმე წუთში სტუდიაში. კიდევ ერთხელ მოკლედ შეგახსენებთ, რა შეიცვალა 6 მარტიდან. ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, ანუ მინისტრებს, დეპუტატებს და ასე შემდეგ ამ სიაშია შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებით შესვლისთვის ვიზის აღება დასჭირდებათ. ევროკომისიის განცხადებაში ეწერა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოიყენება ვიზის შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი. ევროკომისიის სახელმძღვანელო მითითების თანახმადვე ასევე საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტის მფლობელების მიერ შენგენის ვიზის მოთხოვნისას ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რეკომენდებულია ჩაატარონ განაცხადების საფუძვლიანი შემოწმება, მათ შორის ჩაატარონ ინტერვიუ და მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები, თუ რამე შეიტანენ, წევრმა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ვიზის გაცემაზე. უვიზოს დროებითი შეჩერება ძალაში გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში, ანუ 2027 წლის 6 მარტამდე. თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაჭრის მმართველობასთან და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ევროკომისიას შეუძლია შეჩერების ვადა 24 თვემდე გაახანგრძლივოს, ანუ მმართველ ძალას აქვს 2 წელი იმისთვის, რომ გააუქმოს კანონები, რომელიც ხელს უშლის ევროკავშირთან ურთიერთობებს და თუ ასე არ მოიქცევა, ევროკომისიას შეუძლია გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე გაავრცელოს. მოკლედ 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში ისევ უვიზოდ ვიმოგზაურებთ, მაგრამ ევროკომისია წევრ ქვეყნებს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციით მიმართავს. ნიშნავს თუ არა ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც ევროპაში მოგზაურობის გართულებას, ამაზეც ვისაუბრებთ სტუმართან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშოლიძე უკვე შემოგვიერთდა სტუდიაში. საღამოშთების ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ხელისუფლებას რა რეაქცია აქვს ევროკომისიის ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რაც ძალაში შევიდა? ვიცით, მოვისმინეთ ახლაც, დღეს ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის მიერ ერთი და იმავე ობიექტის რამდენჯერმე გახსნასთან
გაავლო პარალელი ევროკავშირმაც 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვისო. თქვა მან ავუხსნათ მოქალაქეებს, მოდი კიდევ ერთხელ რა გამოარჩევს ამ მექანიზმს და სინამდვილეში რამდენად მძიმე დიპლომატიური სიგნალია ეს ევროკავშირის მხრიდან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და უნდა ავუხსნათ ნამდვილად მაყურებელს, რომ ეს აღნიშნავს 5-ჯერ და 7-ჯერ შეჩერებას. ანუ ევროკავშირის დონეზე შეჩერდა 2025 წლის 6 მარტიდან. რასაც ბატონი ქართული ოცნების პრემიერი ამბობდა, რომ ეს 5-ჯერ მოხდა, ეს ხდებოდა ეროვნულ დონეზე, მაგალითად შეაჩერა ესტონეთმა, შეაჩერა შემდეგ ჩეხეთმა, სხვადასხვა ქვეყნები ეროვნულ დონეზე აჩერებდნენ უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური პასპორტების პრობლემისთვის, რადგან ევროკომისიამ მათ მისცა რეკომენდაცია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ და ავუხსნათ მაყურებელს, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა ერთიანი სავიზო სტრატეგია, როდესაც ეს გაფანტული წესების ერთად მოხდა სისტემატიზირება. ამის გამო ამოქმედა შეჩერების გამარტივებული მექანიზმი და შეჩერების გამარტივებული მექანიზმმა მიზნობრივი კატეგორიები, ეს არის დიპლომატიური სამსახურებრივი პასპორტების შეჩერების საშუალება მისცა ევროკავშირს. ამიტომ ეს არის სრული აბსურდი და ტყუილი, რომ ევროკავშირი 5-ჯერ შეაჩერა, ევროკავშირი შეაჩერა 2026 წლის 6 მარტიდან. და ასე მიეცა წევრ ქვეყნებს რეკომენდაციები, რომ მათ აღარ გასცენ ვიზები, ანუ ვეღარ გასცემენ, იმიტომ მაშინ მაგათად უნგრეთს შეეძლო გაეცა, იმიტომ რომ მას ეროვნულ დონეზე შეეძლო არ მიეღო ეს ხო რეკომენდაციული ხასიათის საცმელად ევროკომისიამ მისცა, მაგრამ უკვე ვეღარც უნგრეთი და ვეღარც სლოვაკეთი ვეღარ გამოადგება ქართული ოცნების პრემიერს, რომ დაუშვათ მათ დიპლომატიური პასპორტის პრობლემები უვიზოდ მიიღონ. ეს ასევე რაც შეეხება რომ მათ ეკდებათ კიდევ რომ რამე პრივილეგია რომ ამ ქვეყნებს მართავენ ესეც ასე არ არის რადგან ეს არის ერთიანი საინფორმაციო სისტემა მოგეხსენებათ დაიხვეწა ეს ძალიან მექანიზმი და კონკრეტულად წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება რომ მათ არ მისცენ ვიზა და თუ უნგრეთი გასცემს მრავალწლიან ვიზებს და მრავალჯერ მაშინ მან უნდა აუხსნას ევროკავშირის და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს თუ რატომ აკეთებს ამას და ეს ასე ვერ მოხდება უნგრეთს აუცილებლად გითხავთ მაგრამ ეხავდა მოდი პრაქტიკული მაგალითებით გავამარტივოთ ამ მექანიზმის პრაქტიკაში მოქმედება და მოუყვეთ მოქალაქეებს, აი წარმოვიდგინოთ ირაკლი კობახიძე ან ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრუიშვილი ან რომელიმე დეპუტატი მიდის გერმანიაში ან ნიდერლანდებში, როგორ უნდა მოიქცეს ის რა პროცედურების გავლა უწევს 6 მარტის მე მათ კიდეც შევპირდი რომ შეუსევდი სავიზო განცხადებს არ მაქვს ამის პრობლემა და აუცილებლად შეუძლიათ მომმართონ და შეუსევთ მაგრამ მათ ყავთ უფასოდ შეუსევთ დიახ მაგრამ ასე იოლათაც ვერ მოხდება რომ ვიზის აღება შესაბამისად მათ უნდა წარადგინოთ ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი სანამ მივედით ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე ჯერ ქონდა ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეკრულება როცა შეგვიმცირდა სავიზო გადასახადი მათ არ შემცირებიათ ახასავიზო გადასახადი დაუბრუნდნენ ძველ დროს იგივე გადაიხდათ იგივე 90 ევროს 90 евро ღირთ ეს 90 ჩვენ აღარ ვიცით იმიტომ ჩვენ ვიხდით 60 ევროს თავიდან და 2011 წლიდან როცა შემოვიდა ეს რეადმისიის ვიზების გამარტივის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება 35 ევრომდე ჩამოვედით მაგრამ მათთვის აღარაფერი აღარ მოქმედებს და ანუ რამდენის გადახსნა 90 евро უნდა გადაიხადონ და არანაირი დაჩქარებული წესის აღარ იქნება იქნება ფართო განხილვა და შემდეგ მიიღებენ ამ ვიზას თუ მიემგზავრებიან საქმე. და სჭირდებათ აი რიგში დგანან როგორ არის პროცედურები ხა მე მახსოვს ამერიკის ვიზისთვის როცა მივდივართ იქ რა გზას გავდივართ როგორ ვიქცევით აი რა ხდება ანუ მათთვის არის ძალიან ცუდი ის რომ პასპორტის ფერის გამოცვლა ვერ უშველის ვერაფერს იმიტომ ორდინალური პასპორტების ფორმებთათვის მაინც უვიზო მიმოსვლა მაგრამ უკვე იმდენად გამკაცდა საზღვრებზე კონტროლი რომ ისინი მაგალითად თუ გამოცვლიან პასპორტს იქ გაჩნდება კითხვა თუ მიდიან დაუშვათ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი ეს ხანგრძლივობა არის ძალიან დიდხნიანი ეგენი ვერ წავლენ და დიდი ალბათობით და დარწმუნებით შემიძლია თქვა იმიტომ რომ ეგენი არიან ძალიან თითქმის ყველა პარლამენტად დაუშვათ ესტონეთში შეყვანილი ყავს სანქციების სიაში როდესაც შეყავს კონკრეტული შენგენის ზონის ქვეყანას ეს ხდება შენგენის საინფორმაციო სისტემაში და შენგენის საინფორმაციო სისტემაში როდესაც არის ვინმე აი აქ უკვე ეჭვები იბადება ამიტომ ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცედურა და ისინი თუ მოინდომებენ კერძო ვიზიტები ფაქტობრივად გამორიცხულია და თუ ეკდებათ მოწვევა ხა უნგრეთიდან უნგრეთი შესაბამისად დაუმზადებს ვიზას და წავლენ მხოლოდ უნგრეთში ალბათ სხვაგან მაინც ასად დადიან ამ შემთხვევაშიც უნგრეთი შეიძლება პერიოდულად როცა დასჭირდებათ რაღაც მაშველი რგოლი
იყოს მხოლოდ აპრილამდე, იმიტომ რომ უნგრეთში როგორც ვიცით არის საპარლამენტო არჩევნები და ალბათ ორბანი ვეღარ იქნება, ხოლო უნგრეთიც შეიცვლეს კურსს შესაბამისად უკვე სლოვაკეთის მიყვება და სამწუხაროდ ისინი ვეღარ სწავლენ შემდეგ, მაგრამ კერძო ვიზიტები ფაქტობრივად უკვე ამის შემდეგ გამორიცხულია, იმიტომ ეს ისედაც სისტემატიზირებული ეს სისტემა, რომ კერძო ვიზიტები მათთვის და გამარტივებული ვიზების მიღება სრულად გამორიცხულია. ანუ სადღაც რო უნდათ იშვიათად, მაგრამ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში თუ არის ისეთი ღონისძიება, სადაც მიწოული არიან ან სურვილი აქვთ რომ დაესწრონ, აუცილებლად დიპლომატიური ვიზის მფლობელებმა უნდა აიღონ ვიზა. დიპლომატიური პასპორტის ფაზება უნდა აიღონ ყველა შემთხვევაში ვიზა აუცილებლად. და თქვენი მოლოდინი არის რომ ძალიან გაურთულდებათ გაცემის პროცესი? გაურთულდებათ გაცემის პროცესი. ხშირი იყოს დაუარების შემთხვევები. აუცილებლად იქნება ხშირი დაუარების შემთხვევები და ასე იოლად ისინი ვერ სწავლენ, იმიტომ რომ შესაძლოა რატომ მივედით აქამდე? ყოველწლიურად ქვეყნდება ვიზა ლიბერალიზაციის შესრულების ანგარიში, როგორ აკეთებს ამას კონკრეტული ქვეყანა. ამას განსაზღვრავს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივა 1806/2020 მიღებული და ის განსაზღვრავს თუ ეს ქვეყნები როგორ ასრულებენ ვიზა ლიბერალიზაციის გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ჩვენ ვნახეთ 2024 წელს ეს გამოქვეყნდა ის ხო მე-7 ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა 6 დეკემბერს. იქ კაფეოთ აღენიშნა რომ ხდებოდა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევა და ქვეყანას დრაკონული კანონმდებლობა და ყველაფერი, მაგრამ იმის ნაცვლად რომ გამოესწორებინათ ეს პირიქით უფრო დაამძიმეს კანონმდებლობა და 2025 წლის 19 დეკემბერს უკვე გამოქვეყნდა მე-8 ანგარიში და სადაც უკვე ითქვა რომ უკვე უნდა შეჩერდეს მიზნობრივად მათთვის უვიზო მიმოსვლა, არა თუ მათთვის ჩვენზე დაისვა თელ ქვეყანაზე დაისვა ეს საკითხი რომ ყველასთვის შეჩერებული ყავდა, როდესაც ქვეყანა არასოდეს ეს არ არის ნაჩუქარი, ეს არის როდესაც მივდიოდით ამ ეტაპამდე, ეს არ დაუწყია ქართულ ოცნებას, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, როდესაც დავიწყეთ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა და როდესაც მივდიოდა ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგი. ანუ ეს არ დაუწყიათ ამათ. ეს არის ძალიან დიდი პროცესი. დაასრულეს თავისთვის, იმედია ჩვენთვის არ დაასრულებენ ეს არ მოხდება და შესაბამისად იქ ჩაიდო რომ ეს კონკრეტული ვალდებულებები უნდა შესრულდეს. თუ ასრულდება ეს ვალდებულებები, შესაბამისად ქვეყანას უჩერდება უვიზო მიმოსვლა და კიდევ კარგი ჩვენ წამოგვეწია შეჩერების გამარტივებული მექანიზმი, თორემ მთლიანად ქვეყანა შეგვეჩერდებოდა და მაშინ არ იყო განსაზღვრული რომ მიზნობრივად შეჩერებული იყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების თავშესაფრებაც ვანუატუს შეუჩერდა უვიზო მიმოსვლა. ერთადერთი ეს ქვეყანა გვაქვს ეს ვანუატუ, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვეულებრივ ჩვენ მოქალაქეებსაც შეჩერებოდა ეს უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს 2025 წლის ივლისში ევროკომისიის შინაგან საქმეთა და მიგრაციის გენერალურმა დირექტორატმა ქართული ოცნების საგარეო მინისტრ მაკაბოჭაშვილს გაუგზავნა წერილი და მოსთხოვა ახსნა თუ რა გააკეთა, რა გადადგა ქვეყანამ, რომ არ მისულიყვნენ ამ ეტაპზე და მათ არ პირიქით კი არ აღმოფხეს ის პრობლემები ეს სასწინე უფრო გამკაცეს და ზუსტად ეს ჩაიდო რომ მიზანმიმართული დაზიანება, დემოკრატიული უკუსვლა და სწორედ ამან გამოიწვია მათთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ბატონო, მოქალაქეებზეც აუცილებლად მინდა ვიკითხოთ ჩვენ რა გვირთულდება და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, მაგრამ იქამდე თქვენ ახსენეთ რომ გართულდება ხელისუფლების წევრებისთვის, ანუ სამსახურებრივი და დიპლომატიური ვიზის მფლობელების, პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების გაცემა. რა შეიძლება გახდეს ამის საფუძველი, როდესაც რომელიმე მსგავსი პირი, რომელიმე ქვეყნის ვიზის ასაღებად მიდის? ანუ რის გამო შეიძლება უარი უთქვან ან როგორ შეიძლება მოხდეს გაფილტრა, იმიტომ რომ ამ სახელმძღვანელოშიც ევროკომისიის ეწერა რომ დამატებითი დოკუმენტები მოითხოვეთ, გადაამოწმეთ, ინტერვიუ იყოს უფრო ღრმა და მალე ამოქმედება ETIAS-ი, რაც არის, როგორც დავუშვათ, ETIAS-ი გულისხმობს, რომ უნდა შევასწროთ მოგზაურობის ავტორიზაციის ფორმა. ანუ იქ ყველაფერი მონაცემი უნდა შევიყვანოთ, ეს სავარაუდოდ უკვე ეს ანდიჯერმე გადაიდო წლის ბოლოს იქნება, ყველასთვის იქნება ჩვენთვის 7 ევროს გადავიხდით და ეს იქნება ჩვენი ავტორიზაცია და ის იქ დაუარდებიან, ანუ ისინი თუ ჩვეულებრივი პასპორტებით ჩაწერენ, იმიტომ რომ მათზე არის უკვე დემოკრატიული უკუსვლას, ანუ ევროკავშირის პირდაპირ მოწოდება, რომ დაისაჯონ მოქალაქეები კი არა, ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ რეპრესიებზე. ანუ ისინი უკვე არიან გაშავებულები, ისინი არიან უკვე შენგენის საერთაშორისო სისტემაში ჩასმულები.
ძალიან ბევრი რამე შეიცვალა 2025 წლის ოქტომბრიდან უკვე ევროკავშირში, იმიტომ რომ N3X შესვლა გასვლის სისტემა არის ამოქმედებული, ელექტრონულად ხდება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ყველას ბიომეტრიული მონაცემები შეგროვდება. ეს უნდა დასრულდეს აპრილისთვის ეს პროცესი. შეიძლება აპრილისთვის ვერ დასრულდეს, იმიტომ რომ და ასევე გადაიწევს ცოტა, მაგრამ ყველასთვის ეს არის რომ აღარ იქნება დაუშვათ ფიზიკურად შტამპის ჩართყმა, შესაბამისად სისტემა. მაგრამ ჩვენთვის კიდევ რთულდება ახლა. უკვე მიეცა რეკომენდაცია ევროკავშირის მიერ რომ ჩვეულებრივი მოქალაქეების მაგალითად ხშირად თქვენც ალბათ როდესაც წასულხართ მარტო პასპორტი შემოწმებიათ მრავალ ქვეყანაში და რომელია ყველაზე კითხულობენ ეს რომელია ყველაზე იოლი საზღვარი და ასე შემდეგ, მაგრამ ასე ვეღარ იქნება, უკვე შემოწმდება ყველა დოკუმენტი დაუშვათ ეს არის უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, ფინანსური უზრუნველყოფა და თუ გაუჩნდება ეჭვი, მაგალითად ჩაცმულობითაც კი მესაწყლეს რომ ეს ადამიანი შეიძლება არის შრომითი მიგრანტი ან არალეგალურად აპირებს დარჩენას, დამატებითი კითხვები გაჩნდება მის ბარგზე ან ჩაცმულობაზე თუ გაჩნდება შეკითხვები, ამიტომ მოქალაქეებს დამატებით პრობლემას გვიქმნის თვითონ ამ ქართული ოცნების წევრების ქმედებები, იმიტომ რომ ჩვენთვის შეიძლება მას აქვს ეს ვიზების პერიოდშიც ასე იყო, მე რომ მქონდა ვიზა შეიძლება კონდეს, აი მაგალითად ვინმე აიღო კონკრეტულად ავიღოთ ვინმე კონკრეტულად ზარქვა, რომელიც ვერ აიღეს, მაგრამ აი აიღო, წავიდა, მაგრამ მესაზღვრეს ვიზის ფლობის შემთხვევაშიც აქვს უფლება რომ არ შეუშვას კონკრეტული პიროვნებას შენგენის ტერიტორიაზე. იგივე გვაქვს ჩვენც როგორც უვიზო რეჟიმის პირობებით მოსარგებლე მგზავრები ასევე ჩვენთვის რა იცვლება ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ. კიდევ ერთი კითხვა ხშირად ჩდება ხოლმე რომ რა ასეთი ბენეფიტი აქვს დიპლომატიური ვიზებს, რა უპირატესობა აქვს გარდა იმისა რომ აი ამ პროცედურებს მარტივად გადიოდი და ასე შემდეგ. ანუ რა დისკომფორტი ძალიან მათთვის ისინი ალბათ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენთან ერთად ვერ იფრენენ, ჩვენთან ერთად ვერ ჩადგებიან იმ რიგებში, როდესაც მივდივართ შენგენის საზღვარზე, ანუ დისკომფორტი შეექმნათ, იმიტომ რომ უკვე ქუჩაში ვერ გამოდიან, შესაძლოა ახლა ჩემთან ერთად როგორ ჩადგება ვინმე ქართული ოცნე, მოუწევთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უკვე აღარ ექნათ. მათი პასპორტები უკვე ფარატინა ქაღალდად იქცა, ის არაფერს აღარ წამოიღეს, მათი პრივატული პასპორტები უკვე ის აღარაფერი აღარ არის. სანამ ჩვენ ამ ვიზა ლიბერალიზაციაზე გადავიდოდით 2018 წლის 28 მარტიდან 2017 წლის უკაცრავად 28 მარტიდან მანამდე ქონდათ პრივატული პასპორტები. თავიდან როდესაც დაიწყო ეს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოქმედება და ძალაში შესვა ჯერ პირველად მოიპოვა დიპლომატიური პასპორტება, შემდეგ გადავედით ჩვენ. ამიტომ ჯერ მათ შეუჩერდათ, მათთვის იქნება უდიდესი დისკომფორტი, მათთვის ყველაფერი დისკომფორტი იქნება. ისინი ვერც კი გარისკავენ. აი, გარდა იმისა, რომ ჩვენთან რიგში ჩვეულებრივ მოქალაქეებთან არ იდგნენ და ასე შემდეგ, აი რა უპირატესობა არავინ არ ეკითხებოდა დიპლომატიური პასპორტებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. დიპლომატიური პასპორტების ფლობელები სარგებლობენ ვენის კონვენციით და შესაბამისად ახლა დიპლომატიური პასპორტის ფლობელი ბევრად მეტი იმუნიტეტები და პრივილეგიები და ყველაფრით სარგებლობენ შენგენის საზღვარზე. მათ არასოდეს არავინ არ შეეკითხებოდა, არც უკან დასაბრუნებელი ბილეთს და არც არაფერს, მაგრამ უკვე მათთვის იმდენად ჩამოინგრა ეს თავისი ეს რაღაც მათივე ხუხულა, რომ ისინი არათუ ჩვენ დონეზე არიან, უკვე ბევრად უკვე ნაკლებ დონეზე არიან, იმიტომ ისინი არიან თუნდაც მიჩნეული პერსონა ნონ გრატებად. ანუ ისინი ვერც კი გარისკავენ ორდინალური პასპორტით, ისინი მიადგენენ შენგენის ზონას, იმიტომ რომ უმრავლესობა არის ჩასმული უკვე შენგენის საინფორმაციო სისტემაში, როგორც დასანქცირებული პიროვნება, რომელიც არხობს ადამიანის უფლებებს და არის დადანაშაულებული დემოკრატიის უკუსლაში და მეტი ახლა ის პრივილეგიები საერთოდ განულებულია, ისინი არც რიგებში იდგნენ, არც არავინ არაფერს არ ეკითხებოდა მათ, ისინი სარგებლობდნენ იმუნიტეტით და შესაბამისად ეს არის უზარმაზარი რაოდენობის საერთო სამეცნიერო სკოლა თამაშობს დიპლომატიური პასპორტი დაუშვათ. აქვს დიპლომატიური პასპორტი თბილისის მერს, აქვს დიპლომატიური პასპორტი ქალის წესები, ვისთვისაც გაიცემა დიპლომატიური პასპორტი და შესაბამისად მათთვის ყველაფერი უკვე განულებულია. რა გველის გულისხმობ იმას, რომ ახსნათ რა სირთულეები შეიძლება, რა სირთულეების წინაშე დავდგეთ უკვე 6 მარტიდან, გასაგებია რომ 2 წელი მაქსიმუმ უვიზო გვინარჩუნდება. მაცადაც ვეთქვით 2 წელი მაქსიმუმ გვინარჩუნდება. ნუ თუ გააგრძელეს ან კარგი სცენარით, მოდი ასე ვთქვათ 12 წელი, 12 თვე და შემდეგ კიდე 12 თვე. აი ამ პერიოდის განმავლობაში, აი მაგალითად რა შეიძლება შეიცვალოს ჩემთვის, ან ვიცით ახლა რეალობა იყო ესეთი, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე მიდის თითქოს ტურისტულად, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანაში რჩება სამუშაოდ, არღვევს წესებსაც, ასე ვთქვა და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანებისთვისაც და ვინც გულწრფელად უბრალოდ სამოგზაუროდ მივდივარ ზაფხულში, რა დამატებითი კითხვები შეიძლება ჩემთან გაუჩნდეთ? დიახ, ჩვენთვის ალბათ დამატებითი ბარიერები გაჩნდება, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ
როგორც აღნიშნე, უკვე არის 12 ოქტომბრიდან შესვლა გასვლის ელექტრონული სისტემა. ამიტომ პრაქტიკულად გამორიცხულია და სრულად გამორიცხულია, რომ ნებისმიერ 180 დღეში 90 დღიანი წესი ვინმე დაარღვიოს. უკვე ვეღარ დაარღვევენ, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი ეს ბიომეტრიული მონაცემები შეინახება და აღარ უწევს მესაზღვრეს იმის ათვლა და ვინმე პასპორტს თუ გამოცulis და გვარს შეიცulis და რაღაც სახმელეთო გზის წავა ეს აღარ იასწრებს, იმიტომ რომ სახმელეთო გზებზე, პორტებშიც, აეროპორტებშიც უკვე არის ელექტრონული სისტემა. შესაბამისად, იქ არის ყველა ბიომეტრიული მონაცემები შენახული. ამიტომ ეს 180 ნებისმიერ 180 დღეში 90 დღიან წესს ვეღარავინ ვეღარ დაარღვევს. ეს არის უკვე გამორიცხული. ამიტომ ძალიან ბევრი იქნება უკან გამოძევება, ამის გამო უკვე ძალიან ბევრს აქვს დაარღვეული და ხშირად კითხულობენ, რომ რაღაცა საქმეთო გზით მიდიან და ეს აღარ იასებებს, უკვე დაიწყო გამოძევებები და შესაბამისი აღნიშნები და გადახაზვა შტამპების არის ეს განკვეული აღნიშნა, რომ ეს არის H-ში, ნიშნავს, რომ ეს არის ჩასმული ეს კარგესათვის მოდება შენგენის საინფორმაციო სისტემაში და ის გაცემულია მასზე აკრძალვა შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე და ეს უკვე ვეღარ ამას ვეღარ გაკეთებს. ჩვენთვის საერთოდ პატიოსანი მოგზაურებისთვის. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი კითხვების, დამატებითი საბუთების წარდგენა და ზედმეტი სტრესი. და შეიძლება პატიოსანი მოგზაურის თავისუფლად მოხვეს ნებისმიერ რაღაც არ მოეწონოს მესაზღვრეს და უკან გამოაბრუნოს. ანუ ეს იცვლება, ანუ ეს გამოიწვია ქართული ოცნების ამ საშინელმა და რეპრესიულმა პოლიტიკამ, რომ პატიოსანი მოგზაურიც შეიძლება თავისუფლად დაზიაროს, შეიძლება ხვალ მე წავიდე ბერლინის საზღვარზე და მესაზღვრე არ შემიშვას, იმიტომ რომ დაეჭვდეს, მე შეიძლება ვარ შრომითი მიგრანტი, ან არალეგალი, შეიძლება მაქვს მიზნები, რომ იქ არალეგალურად დავჩე, ამიტომ ეს შეიცვალა, ეს გართულდა, რაც არ იყო ადრე, რაც ჩვენ არ გქონდა ამის პრობლემა და არ იყო ეს პრობლემა, როდესაც ჩვენი საზღვარი უშვებდა მინიმალური გამობრუნებები იყო, ძალიან მცირე რაოდენობის თუ რაღაცას აღმოუჩა, აი ძალიან მცირე რაოდენობის. ახლა ეს პროცენტულად ეს პაჩვენებელი გაიზრდება, რაც ჩვენ პატიოსან მოგზაურებს გვიქმნის ძალიან დიდ საფრთხეს. მათი პოლიტიკა. შეჯამებისკენ რო წავიდეთ, თქვენი აზრით, უვიზო რეჟიმის შეზღუდვა მხოლოდ დიპლომატიური ან სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის, როგორ ფიქრობთ, საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური შედეგის მისაღწევად, თუ რაღაც მაინც იმედს არ კარგავს ევროპის ბიუროკრატია, მაინც არ მოსწონს ირაკეთება. ევროპის ბიუროკრატია სუსტადაც არ კარგავს, იმას ევროპის ბიუროკრატია ყოველდღე თაკვდება ჩვენს ბრძოლას, რომ ყოველ დღე ასობით ადამიანი დგას რუსთაველზე და სწორედ ამის გამო არ შეგვიჩერდა კიდევ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. მაგრამ თუ გაგზავნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ კიდეც გვწერენ და კიდეც გვეუბნებიან პირად შეხვედრებშიც ევროპელი დიპლომატები და პირად ურთიერთობებშიც, რომ ეს არის სწორედ ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ შეუნარჩუნეთ ამ არ აქვს შეიძლება რამდენმა 10,000 ადამიანმა მთელ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და სწორედ ჩვენზე სამწუხაროდ სხვები ჩვენზე პარაზიტობენ და სარგებლობენ სიკეთით, რასაც ქვია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. მაგრამ თუ არ გამოსწორდება მდგომარეობა, ვერ ვიცით ვერავის გარანტიას, რომ ჩვენ ნამდვილად 2 წლის განმავლობაში შეგვინარჩუნდება უვიზო მიმოსვლა და არ შეგვიჩერდება სრულად ქვეყანას. სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, ეს არის პროგნოზი პესიმისტური, ეს არის რეალისტური პროგნოზი, თუ დემოკრატიის უკუსლა კვლავ გაგრძელდება, თუ მოიმატებს თავში საფრთხის მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში და შესაბამისად ევროკავშირის შეექმნება საფრთხე, რა თქმა უნდა შეგვიჩერდება მთელ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა. რეპრესიული პოლიტიკა რას განსაზღვრავს, რომ ხალხი მიდის და იქ ითხოვს თავშესაფარს. შესაბამისად ეს ევროკავშირისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში ხალხ საქართველოს შეყვანილი ბავშვად გერმანიას, მაგრამ უკვე დგას საკითხი, რომ ამოიღონ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიდან, რომელი უსაფრთხო ქვეყანაზეა საუბარი, როდესაც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს იჭერენ და ასეთი რეპრესიული პოლიტიკა. შესაბამისად ეს 2 წელი, მაინც 2 წელს მოდი ვიტყვი 12 თვე პლუს კიდე 12 თვე. რეალურად ვის მისცა ევროკავშირმა, ევროკომისიამ ოცნებას, რომ მაინც მათ ხელშია ბერკეტები გვინდა თუ არ გვინდა, მათ შეუძლიათ პოლიტიკური ნების შემთხვევაში გააუქმო ყველა ის კანონი, რამაც მოგვიყვანა აქამდე. თუ ქართულ ხალხს ისევ და ისევ ნამდვილად ქართულ ხალხს მისცა კიდევ ის ვადა, რომ ქართულმა ხალხმა შეძლოს და რამენაირად მოახდინოს ამ თავრობის, ამ ეგრეთ წოდებული მთავრობის იძულება, რომ მათ გადადგან შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირთან. ევროკავშირს არ შეუწყვეტია არაფერი, მათ შეწყვიტეს და შესაბამისად ქართულ ხალხს მისცა კიდევ ეს 12 თვე და შემდეგი 12 თვე, რომ
ჩვენთვის კიდევ ხალხთა შორის კონტაქტები არ შეიზღუდოს და კიდევ გქონდეს ის ფუფუნება და ეს პრივილეგია, რასაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია და დაანახა ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ჩვენი ბრძოლით ვიპოვებთ ამას. ჩვენ ასე მოვიყვეთ ეს კანდიდატის სტატუსით ჩვენ ქვეყანამ და ხალხმა და არა ქართული ოცნების წევრებმა. ისევ ხალხს მისცა ევროკავშირი. კი ბატონო, და მაინც ეს ახალი მექანიზმი უკვე ძალიან მკაფიოა და თუ 2 წელი გავიდა ისე რომ ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა და კიდევ უფრო დავშორდით ევროკავშირს, კაია კალასმა კოსმაც კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, რომ კანდიდატის სტატუსი დაგრჩათ მხოლოდ ქაღალდზე და ფურცელზე. რამდენად დიდია ალბათობა, რომ 2028 წლის მარტში, 2 წელი მაშინ გავა, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს მთელ ქვეყანას, ყველა მოქალაქეს. სულ ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ ვიცით თქვენ გინდათ ევროპისკენ, არ მოგწონთ ეს ყველაფერი და ამიტომ რაღაცა თვალს დავხუჭავთ. ეს ხო არის რაღაცა დაფუძნებული შედეგზე, უფასოდ ხო არ მიგვიღია მათ შორის ეს მივდიოდით იქითკენ და ამიტომ მოგწეს. ახლა სადღაც მივდივართ და დიახ, ანუ აქ განსაზღვრული ყველაფერი, ან ვიზიტებაზეც ქართველი ვალდებულებას ვერ ვასრულებთ. ახლა მეტი დაშორება აღარ შეიძლება. ასოცირების ნაწილში ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებულ ვალდებულებას ვერ ვასრულებთ. ამას ვასრულებთ, ვერაფერს ასოცირებულ წრეში ვიყავთ დაწინაურებული, ვერ ვასრულებთ და ვერაფერს როდესაც ვერ ასრულებს ქვეყანა, ვერანაირ ვალდებულებას ვერ ასრულებს ქვეყანა, რატომ უნდა შეუნარჩუნოს მას უვიზო მიმოსვლა? რა თქმა უნდა, შეუჩერდება მთელ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, ეს კი მთლიანად ამ არალეგიტიმური მთავრობის ბრალი, რომ მთელ მოსახლეობას შეუჩერდება ეს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ამას ამბობს კიდეც ევროკავშირის გაფართოების კომისარი, გაფართოების საკითხებში მარტა კოსი და ევროპის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი. რა თქმა უნდა, ამას ამბობენ და ეს არ არის მუდმივი მოცემულობა. ნებისმიერ წევრ ქვეყანას უკვე გამარტივებული მექანიზმით შეუძლია დააყენოს ეს საკითხი ევროკომისიაში და ძალიან სწრაფად მოხდება ჩვენთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს აღარ არის გაწელილი პროცესი და თვეები და წლები არ სჭირდება ამას. ნებისმიერი წევრი იტყვის, რომ მე ჩემ უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე, რადგან მყავს ბევრი მიგრანტი საქართველოდან. შესაბამისად უკვე დადგება ეს წავა კენჭისყრაზე, კვალიფიციური უმრავლესობა უცებ გადაწყვეტს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ანუ ეს არის უმარტივესი პროცესი. იმედია არ მივალთ ამ ამოჩნდებით. რა გვჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ევროპული გზა, განვითარება? ვიცით უკვე რაც გვჭირდება ქვეყანას, რაც შეგვიძლია მოქალაქეებს. მოქალაქეებს ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ალბათ ერთ-ერთი პროტესტი, იმიტომ ჩვენ მეტი არაფერი არ შეგვიძლია ეს ვაიძულოთ, ეს წავიდეს დათმობებზე, ეს კონგრესი, ეს პრორუსული ხელისუფლება წავიდეს კონკრეტულ დათმობებზე ევროკავშირთან. არა, თვითონ ძალიან მოსწონდა, ანუ თვითონ ძალიან უნდათ ევროკავშირთან ურთიერთობა, თვითონ ძალიან უნდათ დასვენება უფასოდ და იაფი ფრენები და ასე შემდეგ, თვითონ ზევდათ ამ ევროკავშირის სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ ეს ასე არ ხდება, ეს არის ორმხრივი ვალდებულება და ორმხრივია ყველაფერი და მხოლოდ ევროკავშირი ვერ იქნება დამთმობი თუ ქვეყანა არ გადადგავს შესაბამის ნაბიჯებს, ისევე ჩვენთვის არის ეს ნაბიჯები გადასაგვები, მართლა რამე კი არ გთხოვს ვინმე რაღაც შეუსრულებელ მისცემს, რაღაც აბსურდებს ამბობენ, ამას ხვდენ, არავინ არაფერს არ ითხოვს, კაცო, ევროკავშირის უამრავი წევრი ქვეყანაა, მათ არავინ არ თხოვს რაღაცას იგონებენ, რომ ერთი და იმავე ქესიანთა ქორწებას ითხოვს ევროკავშირი, რომ შეგვიძლია დავრჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, არ ყოფილა ჩადებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამაში ერთი და იმავე ქესიანთა ქორწინების დაკავება და ახლა გთხოვს ახალ სიგიჟია ეს. ფაქტია, ევროკავშირს აქვს კურსი გასასწორებელიო, დღეს ამას ამბობს პრემიერი იმ ქვეყნის, რომელსაც თან თვითონ იქვე ამატებს, რომ ევროინტეგრაცია არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ოთორე ქვეყნისთვის რომ არის, კი ვიცი. წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში? წერტილი უნდა დავუსვათ ამ ქვეყანაში რა დავასრულოთ? ევროკავშირის ლანძღვას, ევროკავშირის ელჩების ასეთ მოხსენიებას. წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ აღარ ვაგროვებდეთ ერთ-ერთ ლავს მოქალაქეების უმკურნალოდ სხვადასხვა ქვეყანაში. ევროკავშირის 10 წევრი ქვეყანა 10 წევრი ქვეყანას არ ყავს მოქალაქეების საზოგადოების იმედად დატოვებული. იმას უნდა დავუსვათ წერტილი, რომ ჩვენი ჯარის და პოლიციის წევრები არ იკვებებოდნენ გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქციით. ევროკავშირის 10 წევრი ქვეყნის სამართალდამცვები არ იკვებებიან ასე. წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ არ ხდებოდეს კულტურული ძეგლების დანგრევა და ამას აღდგენაში ისევ ევროკავშირი გვეხმარება, იმიტომ ევროკავშირს 100 გელათი ენგრევა, ევროკავშირს 10 საყდრის არ აფეთქებს. ანუ უამრავ რამეს უნდა დავუსვათ ამ ქვეყანაში წერტილი, პირველ რიგში უნდა დავუსვათ წერტილი დასავლური ინსტიტუტების გაქილიკებას.
და უნდა დავსვათ წერტილი პრორუსულ პოლიტიკას, რაც აქვს სამწუხაროდ ქართულოცნებას. მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.